მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ თუ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩავიხედოთ მის ფიქრებში. ვარიანტი გვექნება სულ ორი. პირველი ვარიანტი ასეთი წითელი ქვა და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. ახლა დავარიგებ ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა, რა თქმა უნდა, მომწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, კარგად წარმოიდგინეთ, დაფიქრდით მასზე და ნახოთ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. არჩიეთ სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს პოსტი. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. ვინც ვერ გააკეთა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, თუ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. პირველივე არკანი აქ ამოვიდათ ასების 5-იანი. და კონკრეტულად ამ არკანში ხედავ იცით როგორ რაღაცას თითქოს ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ნოსტალგიური გრძნობები თქვენთან დაკავშირებით და არის ერთგვარ ამბივალენტურობაში, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ თქვენ ზედმეტად განსხვავდებით ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საერთოდ თქვენ შორის არის. ხვდებით ხომ რასაც ვგულისხმობ, ანუ ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ ორნი ერთმანეთთან ძალიან გაუხართ და თან ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. ფიქრობს ასევე, რომ თქვენს გენატრებად დიდი ალბათობით, თავადაც აშკარად რაღაც ნოსტალგიური გრძნობები და ემოციები აქვს. გრძნობს იმას, რომ სრულიად სხვადასხვანაირი სამყაროები გაქვთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. ხმლების 4-იანი და არკანი მთვარე. რაღაც გარკვეული შიშები აქვს, იცით, თქვენთან დაკავშირებით. თითქოს ადამიანს ცოტათი ეშინია თქვენზე ფიქრისიც კი. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ასეთი ცოტა მაგიური ენერგია იგრძნობა. თითქოს ადამიანს აქვს შიშები ძალიან ბევრი თქვენთან დაკავშირებით. ეშინია თქვენი სადღაც უარის, სადღაც თქვენი სტატუსის, რეპუტაციის, ზოგადად თითქოს თქვენი ენერგეტიკა აშინებს მას. და ხმლების 4-იანი, ზუსტად ამ შიშების გამო არის თითქოს თქვენთან მიმართებაში ადამიანი ცოტა უმოქმედო, ცოტა პასიური. დავამატოთ კიდევ არკანები, თავისით გადმოხტა ხმლების 8-იანი, შეხედეთ უმოქმედობაზე ვისაუბრეთ და ხმლების 8-იანი გადმოხტა თავისით. ძალიან მძლავრი ემოციები აქვს ადამიანს აშკარად, მაგრამ აი შიშები ფიგურირებს ზედმეტად ბევრი, რომლებიც ხელს უშლის თქვენთან მიმართებაში ქმედებებში. ნახოთ აბა, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან დაკავშირებით. ნახეთ ადამიანს თქვენთან მიმართებაში რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აშკარად უნდა. თუ თქვენ შორის ახლა ამ ეტაპზე არ არის კონტაქტი, თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ზუსტად ისეთი სიტუაცია არის, სადაც ადამიანს მიუხედავად ყველაფრისა, უნდა თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა. აშკარად უნდა, მაგრამ არ ყოფნის გამბედაობა, ძალიან ბევრი შიშები აქვს. შიში, როგორც უკვე ზემოთვახსენე, რაღაც უარისა, სიმკაცრისა, მკაცრი უხეში პასუხებისა. ადამიანს აშინებს რაღაც თქვენი სიმკაცრე და ამის გამო თქვენთან კონტაქტზე არ გამოდის. ან გამოდის, მაგრამ ძალიან ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით. ამასთან ერთად ფიქრებს, რაც შეეხება, უნდა რომ ამ ურთიერთობაში იყოს რაღაც გარკვეული მოძრაობა, რაღაც გარკვეული წინსვლები. ვერ ვიტყოდი, რომ არ უნდა მეთქი. მაგრამ თითქოს რაღაც დავიწყოთ იმით, რომ რაღაც წარსული ტრავმები აქვს. არ ვიცი თქვენ მიაყენეთ ეს ტრავმა თუ სხვა ვიღაცა, მაგრამ რაღაც სიმკაცრის, უარის, უხეში პასუხების ტრავმები აქვს, რომლებიც შეიძლება თქვენ თავად მიაყენეთ, ანუ თავის დროზე ძალიან უხეშად პასუხობდით, ან ეუხეშებოდით, ან რაღაც მსგავსი და ამის გამო თავშეკავებული არის მაქსიმალურად. ან რა თქმა უნდა შეიძლება სხვა მიაყენა ასეთი ტრავმა და თქვენ თითქოს იმ ადამიანს გამგვანებთ ცოტათი.
პლუს ამასთან ერთად მონატრების და რაღაც ნოსტალგიური ემოციების ენერგიებიც ფიგურირებს აქ, მაგრამ ნახეთ ძალიან ბევრ შიშებში არის. ძალიან სიღრმისეული ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ფიქრები არის ჩაკეტილი. აი არავის არ უზიარებს თავის ამ ფიქრებს თქვენთან დაკავშირებით. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი დიდი ალბათობით შორიდან თვალს გადევნებთ. კიდევ მინდა რომ დავამატო არკანები. პირველი ვარიანტი, აბა რას ფიქრობს თქვენს შესახებ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? არკანი ძალა, პენტაკლების 4-იანი. თვლის რომ სიტუაცია არასდროს არ განვითარდება, სიტუაცია ყოველთვის ასე ჭრილში იქნება, როგორშიც ახლა არის. თვლის რომ აქ ორივენი ზედმეტად თავშეკავებულები ხართ იმისათვის, რომ სიტუაცია მეტად განვითარდეს, რაღაც წინსვლა ჰქონდეს ამ სიტუაციას, თვითონაც მაქსიმალურად თავშეკავებული არის გავიმეორებ და თქვენშიც ხედავს ამ თავშეკავებულობას. და გარდა ამისა დავამატებთ იმას, რომ თქვენ აქ ორივენი ერთმანეთს ძალიან ირეკლავთ. თქვენ რეალურად ერთმანეთს ბევრად უფრო მეტად გავხართ, ვიდრე გგონიათ. აი თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი ძალიან განსხვავდება თქვენგან და სულ სხვა რაღაცას განიცდის თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ეს ასე საერთოდ არ არის. და ანალოგიურად მასაც ჰგონია, რომ თქვენ სულ სხვა რაღაცას განიცდით, მაგრამ რეალურად თქვენ ზუსტად იგივეს განიცდით, რაცაც თავად განიცდით თქვენთან მიმართებაში. თანაც ნამდვილად ძალიან გავხართ ერთმანეთს, მიუხედავად სრულიად განსხვავებული სამყაროებისა. შინაგანად აი სულიერად ძალიან ბევრი ერთნაირი ემოცია, ძალიან ბევრი ერთნაირი შეხედულება გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვადასხვანაირს დემონსტრირებთ. რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კიდევ ნახოთ? გეჯიბრებათ ადამიანი აშკარად. აქ მოდის ასეთი შეჯიბრის ენერგია, სადაც ადამიანი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ თქვენზე უფრო კარგი არის, თქვენზე უფრო მაგარი არის, იმიტომ რომ თქვენში ხედავს ამ შეჯიბრს. აი, იცით როგორი სიტუაცია არის? ადამიანი თვლის, რომ თქვენ მას ეჯიბრებით და ამის გამო თვითონაც გეჯიბრებათ თქვენ. თქვენ კი ხედავთ, რომ ის გეჯიბრებათ, ან გრძნობთ ამას და შემდგომ თქვენც იწყებთ შეჯიბრს მასთან. აქ ორივეს აქვს იმის სურვილი, რომ ეს სიტუაცია დასრულდეს, რომ ნელ-ნელა განვითარდეს, რაღაც მოხდეს თქვენ შორის, მაგრამ ამავდროულად არც ერთი თქვენგანი არ არის მზად იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული ქმედება განახორციელოს მეორეს მიმართ. აი ასეთი ჩაკეტილი წრეი გრძნობა მეგობრებო. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, აბა თქვენს მიმართ რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი? ხმლების 2-იანი. აქ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი შორიდან შეიძლება გაკვირდებოდეთ, მაგრამ დიდად ინტენსიურად არ ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. თითქოს თქვენ უფრო მეც ფიქრობთ ამ ადამიანზე, ვიდრე თვითონ ფიქრობს თქვენზე და ნახეთ, აქაც იგრძნობა ძალიან ფრთხილი ქმედებები თქვენთან მიმართებაში. ანუ ადამიანი თუ თქვენთან მიმართებაში რაღაცას აკეთებს, ეს ყოველთვის არის რაღაც ძალიან ისეთი, როგორ გითხრათ, ძალიან ფრთხილი ჟესტი, ძალიან ფრთხილი ქმედება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. თქვენს შესახებ. კვერცხების რაინდი. თქვენ მასში აღვიძებთ, იცით, რაღაც გარკვეულ გრძნობებს, მაგრამ თითქოს ამ გრძნობებს თავადაც შეიძლება ვერ უხსნიდეს საკუთარ თავს. და ნახეთ, მიუხედავად გამაღვიძებული გრძნობებისა, ადამიანი თითქოს მალავს საკუთარ ემოციებს, მალავს საკუთარ რეალურ დამოკიდებულებას თქვენთან მიმართებაში, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს გრძნობები და ემოციები არის სიღრმისეული. სამწუხაროდ აქ ბევრად უფრო დიდი ალბათობით თქვენ უფრო სიღრმისეული და მძლავრი ემოციები გაქვთ ადამიანის მიმართ, ვიდრე მას თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ არკანები და იმპერატორი ქალი გადმოხტა აქაც. აქაც გადმოგვიხტა არკანი იმპერატორი ქალი. გაკვირდებათ ადამიანი, ერთადერთი ეს შემიძლია დავამატო. ნახოთ, აბა რას ფიქრობს თქვენს შესახებ? ფიქრობს, რომ ძალიან რესურსიანი ადამიანი ხართ, ფიქრობს, რომ ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ენერგიის გაცემა, ძალიან ბევრი ზრუნვის, ყურადღების გაცემა, მაგრამ ნახეთ, აქ ძალიან ბევრი თქვენგანთან რეზონირდება ისე, როგორც ადამიანი გხედავთ, არა უბრალოდ რესურსიან პიროვნებად, არამედ ისეთ პიროვნებად, რომელიც იძლევა რესურსებს უშუალოდ მის ეგოში. ანუ ადამიანი თქვენს მეშვეობით კვებავს საკუთარ ეგოს, თქვენი ყურადღების მეშვეობით, თქვენი რაღაც ინიციატივების მეშვეობით. და იცით, ეს ეგოს კვება მას ძალიან სჭირდება ნამდვილად. და ზუსტად ამის გამო შეიძლება მოქმედებდეს ხოლმე თქვენთან მიმართებაში.
ანუ ზუსტად ამის გამო შეიძლება რაღაც უცნაური ქმედებები იყოს ხოლმე მისი მხრიდან. დავამატოთ კიდევ არკანები, რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. ხმლების ხუთიანი არკანი მთვარე, აქაც დასების დედოფალი ამოვიდა, ისევ იგივენაირი არკანები. თითქოს მსგავსი სიტუაციები გაქვთ პირველი და მეორე ვარიანტი თქვენ, მაგრამ მაინც განსხვავდება აქ. და ნახეთ აქ ჩანს ის რომ ადამიანი როდესაც არის რაღაც კრიზისულ მდგომარეობაში, როდესაც აკლდება ყურადღება, აკლდება სიმპათიები, აკლდება აღბრთოვანება, ზუსტად მაშინ მოდის თქვენთან. თითქოს ზუსტად მაშინ ცდილობს რომ გამოვიდეს ინიციატივაზე ან რაღაც გააკეთოს თქვენთან მიმართებაში, როდესაც გრძნობს რომ ეს ყურადღება მას აკლდება. საკმაოდ არასასიამოვნო და არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მეორე ვარიანტი თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ეგოს გამოკვების რესურსად გხედავთ აქ ადამიანი აშკარად. ამიტომაც თქვენს ადგილას დიდად მან რა თქმა უნდა არ ვენდობოდი. კიდევ რას ფიქრობ, აბა? ფიქრობს რომ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე ხართ მზად ხართ ძალიან ბევრ რაღაცას ხაზი გადაუსვათ თქვენს რეალობაში მისთვის ან ოდნავი მისი ყურადღებისთვის. ფიქრობს რომ თქვენ ასეთი მსხვერპლ შემწირველი ხართ, მოდით ასე ვიტყვი, რომელსაც შეუძლია გარისკოს ყველათი და ყველაფრით იმისათვის რომ მისი ყურადღება მოიპოვოს. მესმის რომ ეს რეალობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს, ხო, მაგრამ ადამიანს აშკარად ასე მიაჩნია. და თვითონ ფიქრებში ცოტა იყოს და დაბნეული არის, იმიტომ რომ ერთის მხრივ კი თქვენი ყურადღება სჭირდება, აი თქვენი ყურადღება, თქვენი ეს ინიციატივები ის რითითაც იკვებება, მაგრამ ამავდროულად თვითონ დიდად არც გასცემა სურს და პლუს ამასთან ერთად მიუხედავად ამისა, ცოტათი გაღიზიანებული არის თქვენზე. ცოტათი აღიზიანებთ. მეორე ვარიანტი ვფიქრობ, თქვენ აქ ზედმეტად ბევრ ყურადღებას აძლევთ ამ ადამიანს, ამიტომაც კარგად გაფილტრეთ თქვენი ქმედებები ამ ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აშკარად არ იმსახურებს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, დიდი მადლობა და წარმატებები.